მე ამაყი ვარ ჩემი ნაკრებით, ამით მე ვფიქრობ გამოჩნდა რომ პირველი თამაში რომ დავმარცხეთ ლატვიასთან ეს მაინც უფრო შემთხვევითობის ბრალი იყო და ჩანს რომ კიდევ ერთხელ ქართული ფუტზალი სწორ გზაზეა, იმიტომ რომ ხორვატიის ნაკრები არაერთხელ ვთქვი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველამ ერთად ნახეთ და ესე დონეზე რომ ეთამაშები, რა თქმა უნდა, ჩანს რომ ესე იგი ქართული ფუტზალი სწორ გზაზეა, შეუძლია ჩვენ ნაკრებს რომ მაღალ მიზნებზე იფიქროს. ძალიან მიხარია რომ ალი მიპოვა თავისთავი ჩვენ ნაკრებში, იმიტომ რომ პირდაპირ დადგე ესეთი დონის თამაში ყოველთვის რთულია, ულოცავ მას, მაგრამ მას ბიჭებმა შეუწყეს ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანობის გარეშე ესე ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მიახსენებს წარმატებას. მიხარია რომ MVP გახდა და ეს მაგალითია იმისი, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია რომ ვიფიქროთ წარმატებებს. ხორვატია ძალიან მაგარი გუნდია და ისეთი მოთამაშეები ყავს, რომ ტოპ დონეზე თამაშობენ და ძალიან რთული იყო. და ეს, რა თქმა უნდა, გუნდური სპორტია. ეგრე რომ არ არის, რომ მარტო ერთი კაცე რო იყოს და მადლობას გადავიხდი ჩვენ გუნდელებს, რომ დამეხმარეს თამაშზე, ძალიან მადლობელი ვარ. საფრანგეთის ძალიან მაგარი გუნდია, ძალიან დიდ ფათივს ცემთ. მაგრამ ჩვენს ხო იცით, ჩვენი ბოლა შანსია ეგ და ჩვენს მოგება გვინდა. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვწადოთ, რომ მოვიგოთ თამაში და გავახაროთ ჩვენი ხალხი. მინააღნიშნო ჩვენი მეკარის ალი ასლანის თამაში ძალიან ბევრი ბურთი მოიგერია. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო წინანდელი თამაშიდან განსხვავებით გვეთყობოდა გუნდურობა, გვეთყობოდა ბრძოლა. არ ვიცი, გვინდოდა ძალიან, რომ კიდევ რაღაცა შანსები დარჩენილიყო ევროპის ჩემპიონატზე. გამოგვივიდა, საფრანგეთთანაც თუ ესე ვითამაშებთ, შანსები გვაქვს მოკლედ შემდეგ ეტაპზე გასვლის. დადებითად შევაფასებ ამ მატჩს რა, იმიტომ რომ ეს გოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ფსიქოლოგიურად პირველი მატჩის შემდეგ. ნახოთ მესამე თამაშს დავალოდებით, იმედი გვაქვს რომ ამ თამაშს მოვიგებთ და ჯგუფიდან გავალთ. თიმე სტარტი გამოგვივიდა, ხორვატიასთან ესეთ ძლიერ ნაკრებთან ხულის აღება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე რა ფეხბურთელებისთვის რა мотивაციას გვაძლევს შემდეგი თამაშის, იმიტომ რომ ბოლომდე ვრჩებით ამ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია რა და ბოლომდე ამ ტურნირში ვრჩებით.